ბავშვები 402 ოთახიდან. ბავშვები 402 ოთახიდან. დეიდა მარუშკას დიეტა. აბა თუ გამოიცნობ და ხდება პარასკევს. ჩემი დაბადების დღეა და მხიარული წვეულება მექნება. შარშანდელივით მხიარული? სოფეს წვეულება, ერთი სული მაქვს კიდევ როდის მივირთვე სუპს შენ დაბადების დღეზე. ის დედა ჩემი სიტია იყო. წელს სულ სხვანაირი დაბადების დღე მექნება. დეიდა ჩემო მონსტერლენდის ატრაქციონების 100 ბილეთი გამომიგზავნა. მონსტერლენდის? ჭიხვაღვა! მონსტერლენდი ადრენალინის გამოყოფის საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოში. ვიცი და დეიდაჩიმა 9 მეგობრის დაპატიჟების უფლება მომცა. მერე ჩვენ ხომ შენი მეგობრები ვართ. რა თქმა უნდა, თქვენ ჩემი სიის თავში ხართ. ხედავთ? მოსაწვევებს ხვალ დავარიგებ, ძალიან მოგეწონებათ. ასოებს მონსტერს ხურდები აქვს გამოგული. მაგარია. აბა ნახვამდის. 100 ბილეთი? და 10 ბავშვი? ესე იგი თითოს 10 ატრაქციონი მოგვიწევს. ვაში 10 ატრაქციონი. ფრედის დაბადების დღეზე 5 ბავშვზე მეტი თუ არ მოვა, თითოს 2-ჯერ მეტი ატრაქციონის ბილეთი შეგვხდება. მათემატიკაში მაგარი ყოფილხარ, ხო ვიცი? მარტო მაშინ როცა საქმე ატრაქციონებს ეხება. და რას გეუბნებოდი, თუ დანარჩენ ბავშვებს თავიდან მოვიშორებთ, იმათი ბილეთებით ჩვენ დაგვრჩება და ჩვენიც. აი ეს მომწონს. გამარჯობა პენი, გამარჯობა გაბრიელა. ჰეი, ჩემი კექსი სად გაქრა? იცი მე მგონი სალაროსთან დაგრჩა. გამარჯობა პენი, გამარჯობა ნენსი. დასჭა? მუხუდოს ხორბლის და მზესუმზირის სალატას. ჯანსაღი საჭმელი მიყვარს. მეც. სალაროსთან არაფერი არ იყო და თან შენ ჩემი ადგილი დაიკავე. არა უშავს შენც დაეტევი. თუ გინდა ჩემი ნამცხვარით შეჭამე, მე მხოლოდ ჯანსაღ საჭმელს მივირთმე. ვერ გავიგე. რას ერჩის ფრედი ჩარლის, სულ გამოშტერებულს რომ ეძახის. წარმოდგენა არა მაქვს. ჩარლი, ხუჩაბა საღამოს არაფერი დაგეგმო. დაბადების დღე მაქვს. გამოშტერებულს არსალია, სხვა საქმეები აქვს. რა თქვი? ერთი მოვიშორე. უკაცრავად. მუხუდოს მზესუმზირის და ხორბლის ნაწარმი რომელ თაროზე გაქვთ? ასეთი პატარა გოგონა და უკვე შესახი საჭმელით ყოფილა დაინტერესებული, ძალიან მიხარია. დიახ, ძალიან დაინტერესებული ვარ. რამდენი ხანია რაც მხოლოდ ჯანსაღ საჭმელს მიირთმევ? შუა დღის შემდეგ. კეთილი იყო შენი მობრძანება, ჩვისთვისაც სულ ერთი არ არის. რა ჩაიყვაროს მუცელში? მადლობთ. სამწუხაროდ ბევრი მაშინ მოდის გონზე, როცა უკვე ძალიან გვიანა. იმედი მაქვს, ტოქსინებს შენი ორგანიზმი ჯერ არ მოუწამოთ. აბა ენა მაჩვენე. გადმოწიე? კიდევ უფრო გადმოწიე? კიდევ უფრო გადმოწიე? ხიზილ დასუსტებულია მომნელებელი სისტემის ფუნქცია შენელებული, ნერვული სისტემა მოხშლილი. ასე ცუდად არის საქმე? ჩუმად, შენს ბიოგელს ვაკვირდები. დაბლოკილია და ჩაკეტილი რძის ნაწარმს დიდი დოზით იღებ. ორგანიზმში ცხიმები და მჟავები ჭარბობს. 3 ტიპის ომეგა-ზეთების უკმარისობაც გაქვს. პატარა ქალბატონო, ჩვენთან სწორედ როლად მოსულ ხარ. მადლობთ, მაგრამ მე აქ მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ ისმე ყიდა, რასაც ჩემი მეგობარი პენი ჭამს. მართლა? აბა შენი ყურის ნიშერები მაჩვენე, ის ხომ შენი ჯანმრთელობის რუკაა?
ნუ ხტებით, მე არ მჭირდება. რასაც ფიქრობდი, სწორედ ის არის ძალიან ბევრ კამფეტ ჭამ. საოცრება, საიდან მიხვდით? ამას შენი ყური მეუბნება. რა მაგარი ხართ? ჩემო პატარა, ჩემს მიკრობიოლოგიურ რეჟიმში თუ ჩაჯდები, შენც ასეთივე იქნები. ანი ხელვო, ჩემო პატარა, დეიდა მარუშკა მალე გაგაკაჟებს. უბრალოდ უხუდა საკვები რომ მომცეთ არ შეიძლება. პენი მარტო მაგას ჭამს და ჯანმრთელად გამოიყურება. გარეგნულად კი, მაგრამ შინაგანად ალბათ ჩითის ძვლები და სუსტებული ორგანოები და ოფლაშული კუნთები აქვს. ამ ვაშს ხედავ? გარედან ლამაზია, მაგრამ შიგნიდან დამპალია. შენი ორგანიზმის ასე დაალპება თუ დეიდა მარუშკას დიეტას არ დაიცავ. რა კარგი მოსაწვევია. მოსტრლენში მიდიხართ? როგორ გაგიმართლათ? შენს გაგიმართლა. ფრედი შენს გეპატიჟება. მართლა? ო, რა კარგია. თელ ხამეს სისხლის მსმელი მუხლუხოს ატრაქციონზე გავატარებ. გულიც არ ამერება. წინასწარ საჭმელს არ შევჭამ. კარგი აზრია. დონი, ფრედის მშობლებმა ამ წვეულებისთვის ამდენი ფული დახარჯეს ხო და სამაგიეროდ გადაწყვიტეთ ფრედის კარგი საჩუქარი მუყიდოთ. ხო, ფულს ვაგროვებთ. მეც მიმათვალეთ. კარგი, თორემ 50 დოლარი უნდა დავდოთ. 50? დონი, ძლივს არ გიპოვე? აი შენი მოსაწვევი. დონი, დამიცადე. ესეც ორი. მოიცადე. გამარჯობა, პენი. აუ, როგორ მომშივდა. ერთი სული მაქვს მუხუდო სალათას და სელის პაპას როდის შევჭამ. სელის პაპას? შენ არა გაქვს სელის პაპა. ჩემსაც გაგიყობ. წყალში გახსნილი გირჩენია და ფხნილი სახით. სელის პაპა საერთოდ არ გამიგია. აბა ყოველდღე ერთად რა სჭამ ხოლმე. არც ყოველდღე გამიგია. ხუმრო? დეიდა მარუშკას დიეტის წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხო. ჩემთვის ეს ბიბლია. თუ გინდა შენ სასაკში ნორმალური სისხლის მიმოქცევა ქონდეს, ეს წიგნი უნდა წაიკითხო. გმადლობ, ნენსი, მე მხოლოდ იმაშტომ, რასაც დედამატანს სახლიდან. ხო, მაგრამ პენი ორგანიზმი ტოქსინებისაგან უნდა გაწმიდო, შესტიქმელებს დიდი დატვირთვა აქვს. ჩიფსები? რაო? ამ საწამლავს რა გაჭმევს? მუცელში ისეთ ნაგავს იყრი მანქანაშიც რომ არ ჩაყრის კაცი. მე მანქანა არ ამყავს. ხო, მაგრამ უცელი ხომ გაქვს. ამდენ მარილს რომ იყრი, შიგნით არ გეცოდება? შენ თვითონ არიცი რას ლაპარაკობ. მართლა? დეიდა მარუშკას წიგნში ყველაფერი წერია. აი ნახეთ რას ვკითხულობ, შეინარჩუნე ახალგაზრდობა და სილამაზე. რა გინე 6 წლის გოგოს უნდა გავდე? სულაც არ არის სასაცილო, ისეთი საჭმელი უნდა ჭამოთ ხიმსაქიმიურ ნივთიერებებს რომ არ შეიცავს. და არც გემო აქვს. თირკმელებს რომ დაიზიანებ გემბიელ საჭმელზე მე ვეილაპარაკე. გეტყობა თირკმელებში მაგრად ერკვევი. დიახაც ვერკვევი. ამ წიგნს რომ წავიკითხავ, შემოხედავ თუ არა მაშინვე მივხვდები რა სჭამ. ოჰო, მართლა? მართლა, შენ ალბათ ზაღყურძენას ჯიშის ბოსტნეულს ჭამ ბევრ პომიდორს და ბადრიჯანს ეტანები. პომიდორი და ბადრიჯანი მეზიზღება. უფრო სწორად, ბევრ ნახში წყალს იღებ. სპაგეტის ალბათ ნიჩბით იყრი მუცელში. სპაგეტიც თითქმის არასოდეს მიჭამია. აჰა, ხვდები რაშიც არის საქმე, კამფეტებზე გიждები. საოცარია, გუშინ დავინახე გაბრიელა კამფეტებს რომ ჭამდა. ამ წიგნში ყველაფერი წერია. დეიდა მარუშკას დიეტაზე რაც დავჯექით 16 აზიდოს ვაკეთებ. წინა კვირას 18-ს აკეთებდი. ხო, მაგრამ ამით საკუთარ ნაღლის ბუშს დიდ ვაყენებდი. ახლა ამ დიეტის წყალობით ჩემი ნაღველი მოტესრიგდა და ღმერთმა მადლობის ნიშნად ტესტშიც 94 ქულა მაჩუქა. რით დაგვიმტკიცებ რომ ეგ ამ დიეტის გამო მოხდა? გეგულში მონსტერონში რა მოხდა? არა რა. სისხლისმე მუხლუხოზე უბედური შემთხვევა მოხდა. მუხლუჭი გაუფუჭდა და 150 მილი სიჩქარით რომ იქროდნენ ერთი ბავშვი. დაახლოებით ჯოის ხელა რა, გადმოვარდა. ო, მე რა დაიმართა? არავინ არ იცის. მშობლების სასამართლოშიც კი ვერ ჩივიან. იმიტომ რომ ჯერ ბავშვის არ უპოვიათ. რა ლამაზი კურდღელია.
ცხენი, ესეც რა ლამაზია. დედა შენს უნდა დაველაპარაკო. ჯოი, ეს შენი მოსაწვევია ჩემი დაბადების დღისთვის. ისევ სუპი უნდა ვჭამოთ? არა, წელს არა. კიდევ კარგი. აბა სად იხდი დაბადების დღეს? მონსტერლენდში. რაო? არა მიმოვალი მანქანიდან მომისროლე. მე დაბადებული ვარ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მაგარია, მიყვარს მონსტერლენდი. სისხლის მსმელი მუხლუხოს ატრაქციონზე გიждები. ხო, მაგ ატრაქციონს გამომემშვიდები, იმიტომ რომ ფრედის ეშინია და არ უყვარს. ხო, დედა ლოლის პატარა ტროლეიბუსში აპირებს მთელი დღის გატარებას. მადლობ დაპატიჟებისთვის, მაგრამ ვერ მოვალ, სხვას მივეცი პირობა. ყველა მოვიშორე თავიდან. მაგარი ბიჭები ვართ. არა? ხო და მაგარმა ბიჭებმა ნამდვილად დაიმსახურეს ასევე ბილეთითი სიამოვნონ. გეპიცებით, პატარა ლეკვია. რა მოხდა, ფრედი? ჩემს დაბადების დღეზე არავის არ უნდა წამოსვლა. არ მოიწმინო, ვინი და მე ხომ მოვდივარ. ჩვენს გარდა არც არავინ არ გჭირდება. მადლობთ რომ მოდიხართ. მონსტერლენდში ჩვენ შენს გვერდით ვიქნებით. ყველა ატრაქციონს მოვილი და ბევრს შევჭამთ. ეცე რა დროს გავატარებთ სამივე ერთად. 4-ვე. ჩემი და დებორაც მოდის. ნაგლის გამომწვევი, არტერიის ჩამკეტი, ენერგიის მწოველი, ბავშვებს ამ საჭმლით წამლავთ, ყვებავთ თუ კლავთ. მერე შაქრით სავსე ტომარა აიღეთ და ბავშვებს პირდაპირ პირში ჩააყარეთ. დეიდა მარუშკას მეცხრე დიეტა. გუშინ 23 სახის ორგანული ბოსტნეული დავაქუცმაცეთ და ისე მოვამზადე ერთი კვირა მეყოფა. წიგნის მესამე თავი დაგავიწყდა გაბრიელა. სასარგებლო ნივთიერებები თავის თვისებებს 4 საათში კარგავს. ახლად გაკეთებული სალათა უნდა შეჭამო. მაშინ ყოველდღიურად ადრე უნდა ავდგე და მთელი დრო სამზარეულოში გავატარო. თუ საკუთარი ჯანმრთელობა გაღელვებს, მაგაზე უკეთეს ადგილს ვერც იპოვი. ერთი ამ გოგოს შეხედე რა გაკუცული თმა აქვს. პროტეინის დაბალი შემცველობა. ანამეისთან მომიწევს დალაპარაკება. პანჯერასთან რომ მესამე მაგიდა დგას, იქ ერთი ბიჭი ცხიმია ხორცს ჭამს. მერვე მაგიდაზე კართან გოგონას ძის ნაწარმს ეტანება. მეხუთე მაგიდაზე ერთი ბიჭი გამწარებული ლორს მიირთმევს. არ ვიცოდი შენც თუ ჩვენი კლუბის წევრი გახდი. სულაც არ გავხდარ, მაგრამ უბრალოდ მიყვარს ხვებზე ამბავი რომ მომაქვს. ეს ხორბლის სალათი ძალიან გემრიელია, განსაკუთრებით სელიზეც რომ მოასხა მზეთ. მართალია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რას ამბობს დეიდა მარუშკა. ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, ნერწუ საშუალება მიეცით თავის საქმე გააკეთოს. რაღაც უნდა გითხრათ, გუში საღამოს თავის აშილად ტკიოდა. ალბათ საჭმელზე მინერალების დაყოლება დამავიწყდა. შენ თკბილეული ხომ არ გიჭამია? არა. ნამდვილად იტყუები დეიდა მარუშკას დიეტას, ვინც იცავს ის აღრიგობას ვერასოდეს იგრძნობს. შენ რა დაგემართა? გამოტყდი, შეთკბილეული ჭამია. კარგი, მხოლოდ ერთი ცალი ქიშმიში შევჭამე. მხოლოდ ერთი? გინდა ერთი ცალი ქიშმიში გიჭამია და გინდა მთელი ჯამი შოკოლადი. იქნება ამ დიეტის ზუსტად დაცვა სულაც არ არის საჭირო. აი შეხედე ბილი შემწვალ კარტოფილს ჭამს, მაგრამ რა გემრიელად გამოიყურება. აბა რამდენიმე ნაჭერი კარტოფილი როგორ გაწყენს? მიყვარს შემწვარი კარტოფილი. თხის იოგურტი მომაწოდეთ, ჩქარა. ფრედი, ეს საუკეთეს დაბადების დღეა, სადაც ვიყობილ ვარ. ესე თქვენი ბილეთები.
მწოდია რომ სხვები არ წამოვიდნენ, საბაგიეროდ ჩვენ მეტი ბილეთი დაგვრჩება. მართლა ამაზე არ მიფიქრია. ჩემს დას დავპირდი რომ პირველად დეი და ლოლის ტროლეიბუსით გავასეირნებდით. თქვენ რას იზამთ? განა დავიდეთ ჩაის ფინჯანში მინდა ჩაგიდომა. ჯესის დავპირდი რომ სისხლისმელ მუხლუხოს ატრაქციონზე წავყვებოდი. პირობას ვერ გავტეხ, ხომ იცი? აბა კარგად. ადვილად მოვიშორეთ თავიდან. ახლა ეს უნდა გადაწყვეტოთ, რამდენჯერ დავწყდეთ მუხლუხოზე, 10 ჯერ თუ 20 ჯერ. გული თუ არ წაგვივა, 20 ჯერ, თუ წაგვივა, 30 ჯერ. შიშის მომღვრელი ადრენალინის დრო დადგა. ვიღაცამ თქვა ერთი ბიჭი გადმოორდინა სკამიდან და დღემდე ვერ უპოვიათ. მე მოვყევი ჭყუის ყოლოფო და გავწყდა, მე გამოვიგონე. ხო. მაინც ძალიან საშიშია. რაც არ უნდა იყოს სისხლისმელი მუხლუხო ქვია. რაც არის. მიყვარს კამრებით რომ ხარ დამაგრებული, ესე იგი მართლა ძალიან საშიშია. წავედით საშინელებას ქვეყანაში. თან სულ უფრო მომწონს და მომწონს აკავრობა. ხარზე ხელი შენ დამადე? მე მეგონა შენ დამადე. რა მაგარია? ვსნაობ როგორ წავს ჩემს სისხლს. შეხედე. იმების ატრაქციონი. თუ. ნურასაშია. გული ბერევა. ამაზე კარგი რა უნდა იყოს? არ ვიცოდი უკუღმა თუ ჩერდებოდა, მაგარია. ყურადღება, მუხლუხოს ატრაქციონის საყურადღებოდ. პანიკაში ჩავარდებით, კამრები არ შეიხსნათ. ვესწრებით მალე შევაკეთოთ ატრაქციონი. ჩვენი ატრაქციონი გაფუჭდა? მუხლუხოს ატრაქციონის საყურადღებოდ. არ ნერვიულოდ გაფუჭების მიზეზი უკვე აღმოაჩინეთ და ახლობით 6 საათში ყველაფერი გამოსწორდება. ნუ ნერვიულობთ. ჩამოგუყალეთ, დედამინდა. ვაი, ბილეთები. რა კარგია. ყველა ატრაქციონს მოვივლით. ეს ჩემი საუკეთესო დაბადების დღეა. დილამშვიდობისა? თმა რა ლამაზად გაქვს. ჩარლი, შენი ფანქარი ვიპოვე. ნაკბილარებით ვიცანი. ვინი, ჯესი? რა ფერმტალად გამოიყურებით? მუხლუხოს ატრაქციონზე 3 საათი თავდაყირა იყიდნენ. აი ტურნირაში ყოფილა საქმე. როცა ჩამოიყვანეს, ატრაქციონების ხსენებას აღარ უნდათ. გაჩერებული ავტობუსის დანახვაზეც კი კიოდნენ. რა ცუდია. სასუზნაობით მაინც თუ ისი ამოვნეს. არა. საჭმლის დანახვაც კი არ უნდათ. დანარჩენებმა? სხვა არც არავინ ყოფილა. რამდენიმე ბიჭი დავპატიჟე, მაგრამ ყველა მოარი მითხრა. ცოტა არ იყოს ნაწყენი ვარ. ალბათ ვინც არ დაპატიჟე, ისინიც ნაწყენები არიან, არა? ამაზე არ მიფიქრია. მომავალ წელს ყველას დავპატიჟებ. მომავალ წლამდე დიდი დროა. იქნებ ახლა მოვიფიქროთ რამე. ბავშვებო, ფრედის თქვენთვის კარგი ამბავი აქვს. დღეს ჩემი დაბადების დღეა. და მინდა თქვენთან ერთად აღვნიშნო. გაშა! რა კარგია! აბა, ვინც თავს კარგად გრძნობს, მოვიდეს და სასუსნავი მიირთვას. რა კარგია! შეჭერდით. რა თქინდა ტოქსინები, ორგანოებს დაგიზიანებთ. ნაყინი? ნაღლის მომგვრელია. შოკოლადის ნამთხვარი? არტერის ჩამკეტია. კამფეტი? ენერგიის მწოველია. აბა ერთმანეთს ხელები ჩაკიდებთ, ცდუნებას ერთად უფრო კარგად გავუძლებთ. ჩვენ მზადა ვართ წინააღმდეგობა გავუწიოთ ბნელ ძალებს, რომლებიც ქოლესტერიниთა და ცხიმებით ჩვენს ცდუნებას ცდილობენ.
რა გემრიელია, კარაქით არის გაკეთებული თუ მარგარინით? ორივეთი. გაუძელით დებო. თვალები დახუჭეთ და გაიმეორეთ. შეჭამ ნაგავს გასივდები, შეჭამ ბალახს ლამაზდები. შეჭამ ნაგავს გასივდები, შეჭამ ბალახს ლამაზდები. კიდევ ერთხელ. მინანქარი არ დაგავიწყდეთ. შეჭამ ნაგავს გასივდები, შეჭამ ბალახს ლამაზდები. შეჭამ ნაგავს გასივდები, შეჭამ ბალახს ლამაზდები. ეი, კარამელი არ დაგავიწყდეთ. Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids.